მეგობრებო, მოგესალმებით. გადაწყვეტილება, ესე ქვია საჯარო გაშლას, რომელსაც მე მივიღებ, რას მომიტანს მიღებული გადაწყვეტილება. ყველა იმ ადამიანს გიწევთ ახლა ამ საჯარო გაშლაზე, ვისაც თქვათ გინდათ რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და არ იცით ეს გადაწყვეტილება სადამდე მიგიყვანთ. შევეცდები გაგიმარტივოთ ეს საკმაოდ რთული პროცესი. და ზოგადი ესეთი ენერგოინფორმაციული მონახაზი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით თუ სადამდე მიგიყვანთ მიღებული გადაწყვეტილება. კეთილი. სადამდე მიგიყვანთ მიღებული გადაწყვეტილება, სადამდე მიგიყვანთ. ნახოთ. ნებისმიერი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ, პასუხი, გადაწყვეტილების ირგვლივ, კონცენტრირდით. თქვენი გადაწყვეტილება. ეხლა დამოგვიდეთ, მე გავასწორებ კადრს. მამალი წყივის. ეს კარგის ნიშანია. მამლის ყივილი ძალიან საკრალური პროცესია და ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ ღამეს დღე მოყვება. პირველი, ვინც განთიადის დადგომას აღნიშნავს და საკმაოდ ისეთი მაგიური ფრინველია მამალი, რომ იცოდეთ, ზღვარზე დგას. მაგიურ სამყაროში მესაზღვრე ფრინველია, ბევრ ტრადიციაში საინტერესო ფუნქცია აქვს ნამდვილად და ყოველთვის ახარებს სამყაროს ახალი თხის გათენებას. რადგანაც მომინდა რომ მამლებზე მესაუბრა, სანამ თქვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ფიქრობთ. პირველი ვარიანტი ყვითელი ნიშარა, მეორე ვარიანტი სტაფილოსფერი ნიშარა, მესამე ვარიანტი ყავისფერი ნიშარა. აბა მიდით ახლა დაფიქრდით იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვერ ღებულობთ და მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. სადამდე მიგიყვანთ ეს გადაწყვეტილება. რა იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგი? რა იქნება ის გზა, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ თქვენთვის ხილული გახდება? ნახოთ. პირველი ვარიანტი. თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულს და დაადგებით ამ გადაწყვეტილების გზას, რას მიიღებთ შედეგად? ხმლების მეფეს მიიღებთ შედეგად. პირველ რიგში ხმლების მეფე შემიძლია წავიკითხო, როგორც 100-ჯერ გასვლა და ერთხელ გაჭერი. იმიტომ რომ თქვენი გადაწყვეტილება საჭიროებს ძალიან სერიოზული არჩევანის გაკეთებას ეხება ეს ყველაფერი, შეიძლება არჩევანი ეხებოდეს ნებისმიერ ვინმესამ, ნებისმიერ ამის, ნებისმიერ პროცესს. ამიტომ თქვენ გეუბნებიან ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ 100-ჯერ გაზომო და ერთხელ გაჭრა. კეთილი, გაზომეთ 100-ჯერ და დრო მოვიდა რომ ერთხელ გაჭრათ. სადამდე მიგიყვანთ ეს გზა? ექვსიანების პენტაკლები, სადამდე მიგიყვანთ ეს გზა? არკანი განდეგილი. სამიანების კვერთხები, ხმლების ტუზი, ხუთიანების კვერთხები. რა შემიძლია გითხრათ ჩემო ძვირფასებო? ეს არის გზა, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან ლამაზი ჩანდეს, ძალიან ჰარმონიული ჩანდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში უკაცრავად ვაქცელებ. ხო, ერთი შეხედვით შეიძლება ნიშნავდეს დახმარების მიღებას კონკრეტული ადამიანისგან. ერთი შეხედვით შეიძლება წინადადება ნამდვილად ისეთი კარგად და ლამაზად შეფუთული იყოს, ამიტომ გითხარით რომ 100-ჯერ გასვამეთ და ერთხელ გაჭერით და თუ გაჭრით რას მიიღებთ თქო. და მიღება შეიძლება იყოს შემდეგი, ხო, ანუ მოხდეს ეს ამ ნაბიჯის გადადგმა, თქვათ, მოხდეს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირება, მოხდეს კონკრეტულ ადამიანთან რაღაცა კონტაქტი, ჩართულობა, მიღება დახმარების, ხო? ან კონკრეტულ გზაზე დადგომა, რომელიც ერთი შეხედვით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითქოს გიხსნით გზებს, როგორც იტყვიან, მაგრამ მე მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. მე მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს манипуляция თქვენით, манипуляция თქვენი რესურსებით და მე ამ ყველაფერმა შეგიყვანოთ საკმაოდ კონფლიქტურ და თქვენთვის არასასიამოვნო სიტუაციაში, ხო?
თუ ეს ეხება კონკრეტულ ადამიანს, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოგიწოდოთ დახმარების ხელი და მე ეს ყველაფერი როგორც იტყვენ, ცხვირში ამოგადინოთ. ხო? რაღაც ისეთი რაღაცეები ჩაიდინოს სანაცვლოდ და საპასუხოდ, რომ თქვენში ეს ძალიან დიდ მას გამოიწვევს, ხო? ან ისეთი სიტყვები მოისმინოთ ადამიანისგან, რომელიც თქვენი მხრიდან ძალიან დიდ სიბრაზეს გამოიწვევს, ხო? ამიტომ სანამ თქვათ მიიღებთ ამ წინადადებას ადამიანისგან, გარემოდან, სიტუაციიდან შემოთავაზებას, დახმარებას, ხომ? ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შემდგომ შეიძლება ერთი პრობლემიდან იმ მომენტში გამოგიყვანოთ და მე რაღაცა აბსოლუტურად ახალში გადაგიყვანოთ. კიდევ ერთი არკანით ვიკითხავ, მოდით. თუ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ერთ არკანში, მაჩვენე პირველი ვარიანტი რა შედეგს მიიღებს. ხო, იცით რა არის? მე არ ვამბობ, რომ ახლა უყურეთ, მე არ ვამბობ, რომ აქ შეიძლება აუცილებლად რაღაცა ნეგატიური შედეგი დადგეს. მაგრამ ნახეთ, ძალიან ორნაირია ჩემი პასუხი და გეტყვით რატომ. პირველი, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არ ხართ ხო ბრძოლისუნარიანი, თქვენ შეიძლება შეხვიდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ ასე იგი მიიღოთ ეს გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებულ შედეგებს და პრობლემებს ვეღარ გაუმკლავდეთ. აი, როგორი რაღაც არის, იცი, შედეგი პრობლემით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაგრამ თუ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მზად არის და ძალიან კარგად იცის და ხვდება, რომ თქვათ ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპლინი, რომელსაც შეიძლება მოყვეს შემდგომ კონკრეტული პრობლემა და თუ გაქვთ იმის იმედი, რომ თქვენ ამ პრობლემას მკაცრად დაუდგებით, მაგრად დაუდგებით, საკუთარ საზღვრებს დაიცავთ და საკადრის პასუხს გასცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება მე რაღაცა პროვოკაციის სუნზე მოვიდნენ, კი ბატონო, რატომაც არა, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ვამბობ, რომ მე არ ვიცი ვინ მისმენს ეკრანს მიღმა. რამდენად ძლიერი ადამიანი მისმენს, რამდენად ბრძოლისუნარიანი ადამიანი მისმენს. თუ თქვენ ხართ ადამიანი ისეთი, რომელსაც უჭირს საკუთარ ცხოვრებაზე, გადაწყვეტილებებზე პასუხისგებლობის აღება, ხო? აქ იქნება ის მომენტი, რომ თქვენ აუცილებლად დაიჩაგრებით სადღაც ამ მიღებულ გადაწყვეტილებაში, ხვდებით ხომ? დაიჩაგრებით, იმიტომ რომ კი თითქოს ლამაზად შეფუთული და თითქოს რაღაცა თქვენთვის სასარგებლო ლამაზი სცენარი ვითარდება, მაგრამ მე მიხვდებით, რომ საბოლოო ჯამში ვინც ვთქვათ ან სიტუაცია ან ადამიანი, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო, საბოლოო ჯამში გააკეთა ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა სარგებლები ან რაღაცა, აი ხვდებით ხო, სხვა რაღაცები მიიღო. სხვანაირად გამოეყენებინა თავისივე გაკეთებული სიკეთე სიტყვაზე, ხო? აი, რაღაცა ესეთი ამბავია, ხო? ამიტომ თქვენ თუ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ მიიღოთ ეს და თან საკადრისი პასუხი გასცეთ, რატომაც არა, ხო? მიიღეთ მაშინ ეს გადაწყვეტილება, ოღონდ იმ შემთხვევაში, რომ თუ კი თქვენი პირადი საზღვრების დაცვა დაგჭირდებათ, მას აუცილებლად დაიცავთ. აი, რაღაცა ესეთი პასუხი ამოვიდა ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტად და გემშვიდობები. გადავედით მეორე ვარიანტზე. თქვენ რას მოგცემთ მიღებული გადაწყვეტილება. თქვენ რას მოგცემთ არკანი შეყვარებულები ამოვიდა. ნახოთ. რაღაც მგონია და ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე და ინტენსიურ პასუხს მივიღებთ. თქვენ რას მოგცემთ მიღებული გადაწყვეტილება? თქვენ რას მოგცემთ მიღებული გადაწყვეტილება? თქვენ რას მოგცემთ მიღებული გადაწყვეტილება? თქვენ რას მოგცემთ? ეპიზოდს, სადაც შეიძლება თავი ძალიან კარგად იგრძნოთ. მიხვდით ხო, თუ ეს რაღაცა კონკრეტულ ადამიანს ეხება, ეს ადამიანი ნამდვილად შეიძლება იყოს თქვენთვის როგორც რაღაცა ახალი ჰაერი, ხო? ახალი აღმოჩენა, ახალ რამესთან შეხება, ახალ ენერგიებთან შეხება. მიღებული გადაწყვეტილება თქვენ ნამდვილად მოგცემთ გარკვეულ კარგ შედეგებს, ხო? ნამდვილად მოგცემთ. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდ შედეგებამდე გაგიყვანთ. უბრალოდ იმაზე მეტის იმედი არ გქონდეთ, ვიდრე ადამიანს ამ თქვა სიტუაციას თქვენთვის
მოცემა შეუძლია. ანუ, იცით რისი თქმა მინდა, თუ უბრალოდ ისიამოვნებთ პროცესით და მიიღებთ გადაწყვეტილებას ისე რომ მე მხოლოდ აი ეს პოზიცია მიჭირავს, თუ ეს ურთიერთობებს ეხება და ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ მესამე პირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კი, სადღაც შეიძლება ლამაზი მომენტები გაუზიაროთ ერთმანეთს, სიტყვაზე ვეძახი, მაგრამ იმაზე მეტის მოცემა ადამიანს ნაკლებად შეუძლია. თუ კი ვთქვათ, პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება, მესამე პირებზე არ მაქვს ახლა ამ მომენტში საუბარი, ხო, მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად მოგცემთ უბრალოდ ქურუმი ქალი ცოტა ეჭვებში მაგდებს ამ შემთხვევაში ნამდვილად მოგცემთ რაღაცა გარკვეულ ლამაზი ცხოვრების ეპიზოდს, რომელიც სასიამოვნო ემოციებით და ენერგიებით აავსებს თქვენს ცხოვრებას და თქვენს რეალობას, მაგრამ არსებობს რაღაცა გარკვეული განსაზღვრული, მოდი ასე ვთქვათ, განსაზღვრული სცენარი, რასაც ვერც თქვენ ვერ გადააბიჯებთ და ვერც ის კონკრეტული ადამიანი. მიხვდეთ ხო, რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში ორივე მხარე, თუ ეს ორ ადამიანს ეხება ნამდვილად და სასიყვარულო ურთიერთობებს, მიიღებთ რაღაცა გარკვეულ სასიამოვნო ენერგიებს, მომენტებს, სიტუაციებს, მაგრამ არა უმეტეს, ხო? არა უმეტეს. ერთი კითხვა მინდა დავსვა. ცოტა პროვოკაციული, თუ ეს რაღაც გარკვეულ მიწერ-მოწერებს და ინტერნეტში გაცნობილ ადამიანის ნაცნობობას, ახალ ნაცნობობას და ახალ ურთიერთობების, ვთქვათ, პოტენციალს ეხება, ხო? რას მიიღებთ მიღებული გადაწყვეტილებით? რას მიიღებთ მიღებული გადაწყვეტილებით? იცით რა, მე ერთ რაღაცას გეტყვით რა, თუ რაღაცა მკვეთრი შეგრძნებების მაძიებელი ადამიანი ხართ, ხო? მიიღეთ ეს მკვეთრი შეგრძნებები. მეც არაფერს არ გეტყვით. ბევრს გეუბნებით ისედაც. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რესურსი თქვენთან დარჩება, ვთქვათ, როდესაც მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი ან ტოქსიკურობაში გადადის, ან თქვენთვის არასასურველ სცენარში გადადის, ან რაღაცნაირად ეს შეთანხმება იქნება თუ ურთიერთობის ნაწილში გარკვეული ემოციების და ენერგიების მიღების დროს რომელიღაცა მხარე ხდება ტოქსიკური, ანუ იცით რომ შეგიძლიათ ვთქვათ გატრიალდეთ და თქვენი რესურსი თქვენთან დაიტოვოთ, ისე რომ საკუთარი თავი არ დაიზიანოთ. ხვდებით ხო დაახლოებით რას გეუბნებით. იმიტომ რომ თუ არჩევანს გააკეთებთ, შეიძლება თქვენ აკეთებდეთ არჩევანს ან ამ ადამიანის მიმართ, ან იმ ადამიანის მიმართ, ესეთი რაღაცაც აბსოლუტურად შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია, რომ საკუთარ თავს დაკარგავს, საკუთარ რესურსს და საკუთარ ენერგიებს დაკარგავს რაღაც მახეში, ემოციების მახეში და ხაფანგში არ გადაიშვება, რატომაც არა. თუ კი ვთქვათ რაღაც სასიამოვნო მძაფ შეგრძნებებს ეძებთ, მიიღებთ ამ შეგრძნებებს. მაგრამ ზედმეტი იმედების დამყარების გარეშე თუ გააკეთებთ ამას, უკეთესი იქნება თქვენთვის, რა თქმა უნდა. მესამე ვარიანტი, თქვენ რა შედეგს მიიღებთ, თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. არკანი ჩერიოტ. ეს არის გამარჯვება, ეს არის ადგილმდებარეობის შეცვლა, ეს არის მოგზაურობა, ეს არის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ ძალიან კარგ და თქვენთვის სხვათა შორის საკმაოდ გრძელვადიან შედეგებს. არც მინდა შევაშინო ეს ენერგიები, რასაც აფუყურებ. არკანი მეტლე. რას მიიღებთ მიღებული გადაწყვეტილება? მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეო გაწყვეტილა, 15 წუთიანი ჩაწერა აქვს პროგრამას და მე ისე გაუტიე გაშლა, კიდე კაი შევხედე, იმიტომ რომ თურმე აღმოჩნდა რომ 5 წუთია ვლაპარაკობ, დავამთავრე საჯარო გაშლა და აღმოჩნდა რომ დრო ისე გავიდა ვერ ვიგრძენე. მეგობრებო, ხელთავიდან გავიმეორებ, იმიტომ რომ პროგნოზი არის შემდეგი. ნახეთ, მე აგითხარით რომ თქვენი მიღებული გადაწყვეტილება იქნება ძალიან დიდ ცვლილებებთან დაკავშირებული, ხო, ცვლილებები, რომელიც თქვენთვის ნამდვილად არ იქნება მარტივი. იქნება გზა, როგორც ასეთი, იდენტიფიცირება შემიძლია ერთი სიტყვით. გამარჯვება და ძალიან დიდი ცვლილებები და სწორი არჩევანი. უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს ყველაფერი ნამდვილად იქნება, იცით როგორ რადიკალურ ცვლილებებთან დაკავშირებული.
და ეს რადიკალური ცვლილებები, ხო? სადღაც იქნება, იცით როგორ რაღაც, ოდესაც ახლიდან უნდა ააწყოთ საკუთარი თავი, ახლიდან უნდა ააწყოთ საკუთარი რეალობა. რაღაც მომენტში შეიძლება იფიქროთ ის, რომ აი რატო გადავდგეს ნაბიჯი, წარსულში უფრო მაგარი იყო. მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით, ეს პერიოდულად ემოციების შემოგიტევთ, ხო? პერიოდულად რაღაც გექნებათ ის მომენტი, აი ხომ არ ვიჩქარე, ხომ არ ვიჩქარე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მაგალითად ყოფნით იმის ძალა და იმის ენერგია, რომ მიხვდეთ, რომ ეს პროცესის ნაწილია, ხო, პერიოდული ნოსტალგია, პერიოდული რაღაც აი სინანულების მომენტი, ხო, და მიხვდებით იმას, რომ კი მე გადავდგე ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ მე მზად ვარ შევქმნა რაღაც ახალი, სტაბილური და გავხსნა იქ ჩემი გზები, სადაც ამ ყველაფრის ათვლა დავიწყე, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შედეგი იქნება ნამდვილად ხანგრძლივი, იქნება ნამდვილად ძალიან წარმატებულად გადადგმული ნაბიჯი და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი თქვენ კიდევ უფრო მეტად გაპოვნინებთ და გაგაფართოვებინებთ საკუთარ ცნობიერებას, საკუთარ გზას, საკუთარ პოტენციალს, ასე რომ თუ კი გრძნობთ თქვენ თვითონ, რომ გაქვთ მზაობა, რომ მთელი ეს რიგი ემოციების სპექტრი გაიაროთ და მომენტებში აი ეს მონატრება იქნება თუ რა იქნება, თუ უკან დაბრუნების სურვილი იქნება, აი ამ ემოციურ ამბებს გაუძლებთ, ხო? მე გეუბნებით, რომ კი. გეუბნებით კი, იმიტომ რომ პირველივე არკანის სიგნიფიკატორი არის Chariot, ანუ მეტლე. კიდევ რამდენიმე არკანში მაჩვენე მიღებული გადაწყვეტილება, რას მოგცემთ. არა, ნუ კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ სამყაროს საერთოდ სხვა ფერებში დაგანახებთ. მიღებული გადაწყვეტილება თქვენ აბსოლუტურად სხვანაირად დაგანახებთ საკუთარ თავსაც, სამყაროსაც, საკუთარ შესაძლებლობებსაც. საერთოდ ძალიან საინტერესო ძლიერი ვარიანტია, მესამე ვარიანტი, იცით? მე თავიდან წეღან ვთქვი, რომ თუ არ ხართ მზად, რომ ამ ყველაფერს როგორ არ ხართ მზად? ვის ველაპარაკები? მესამე ვარიანტი, რომელიც საკმაოდ ძლიერი. თქვენ შეიძლება რაღაც მომენტში შემოგიტიოთ აი ამ იმედგაცრუებებმა, მაგრამ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც ამას მარტივად დანებდება. არა, თქვენ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხართ. ამაზე უარესები გადაგიტანიათ, როგორც სიტყვიან, ხო, ემოციურად. მე მოყვებით და გეუბნებით, კი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფინანსურადაც ხარჯვადი იყოს, ვიმეორებ პერიოდულად წარსულში გადმოვარდეთ, რაღაც მომენტებში ინანოთ, მაგრამ არა. მიდით. ჯობია გააკეთოთ მერე ვიდრე ინანოთ, რომ მე ეს არ გავაკეთე და მე ეს არ შევცვალე და მე ამ გზას არ დავადექი. მამალმაც დაგიდასტურეთ. გზას არ დავადექი. უნდა დავდგომოდი ამ გზას. გზა კი ამ შემთხვევაში საკვანძო სიტყვა. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.